გამარჯობას მეგობრებო, არხიც გამომწერებოდა. პლემატური არ არის მოყოლო ადამიანებო. გლდანში ვარ, აი გლდანის ტბასთან. გლდანში რაც ტბა არის, ყველა გლდანის ტბა. არის დიდი და პატარა ტბა. მოკლედ. მოვედით, უკვე დაწყებულია, მაგრამ ნუ ეგ არ არის არსებობდა მნიშვნელობა, მინდა იცოდეთ, რომ საქართველოში ტარდება აი მონაწილეები და მაყურებლები არიან, ტარდება ტურნირი სროლაში. რაც მე ძალიან მახარებს, იმიტომ რომ ეს კულტურა ნელა-ნელა ჩვენთი ფეხს იკიდებს რა და უკვე კაიტირის თოფები გამოჩნდა, კიტირის როგორ რა. პლემატური თოფები გამოჩნდა, კაი სხვათა შორის, კაი მაგარი ძვირიც აღის, მაგას თავისი სროლა უნდა და ასე შემდეგ. ხო და ნუ აი ახლა მივიდეთ, ლოკაციას გაჩვენებთ, რაღაცა აქ სამშენებლო მასალების გადაყრა მიმდინარეობს, როგორც ჭეშმარიტი ქალაქელი ხონდა მოხვიდე და დაკარო ქალაქის გარშემო ყველა. ანუ აი ესეთი ცუდი ის არის, რა ქვია. მაგრამ აი რაღაცა ისეთი ის არის, რა ქვია. გარემოა რომ გაუმორჩს. ისა რა ქვია. ამის მესოვრები სად არიან, დაველაპარაკო. ხო და მოკლედ აი ესეთი გარემოა. რაღაცა ამერიკულ კანიონს მოგაგონებთ. ხალხი კაი ბლომად არიან მოსულები. ხო და ამდენი ხანია ის რა ქვია მიმდინარეობს. 3 დივიზიონი ჩატარდა, ახლა მე-4 შედის. ანუ 1000-ის კიდე უნდა შევიდეს რა. 6 დივიზიონი გამოდის საერთოდ. ხონდა ახლა ვნახოთ ვინ არის ისა რა ქვია, შენ მონაწილეობ, ხო? მე მონაწილე და პრესა. აჰა, პრესა. მე რა გამოდივარ? თქვენ შევთქვით მოსული ადამიანი. გამოდიხართ თავარი პრესა. ა? თქვენ გამოდიხართ თავარი პრესა. კი. მოკლედ. მოდი ვნახოთ. ჯობია რომ თვითონ ვინც ატარებს ამას და ვინც მოიგონა და როგორც არის ეს თვითონ რის ფარგლებში სტარდება, თვითონ ის ადამიანი ნახოთ და დაველაპარაკოთ. მოკლედ მეგობრებო, ხა ერთ ორგანიზატორს დაგალაპარაკებთ. წარუდექით გენაცვლე. გიორგი პერანიძე, ნუ იგივე შესაბამის სფეროში ცნობილია როგორც ზედმეტსახელით ჯაჯა. ჯაჯა? ჯაჯა. ბატონი ჯაჯა. ბატონო ჯაჯა, აბა ეხლა რა ხდება? მითხარი, მე კი ვიცი რომ ის არის, რა ქვია, პლემატურის არის და პლემატურის შეჯიბრი გვაქვს, კი, ნუ არის ესეთი ერთ-ერთი დისციპლინა ბენჩრესტი ქვია. არის ახლა საერთაშორისო სტანდარტების ბენჩრესტი. ჩვენ ცოტა ლოკალურ ბაზარს მორგებულ პირობებს ვაკეთებთ, იმიტომ რომ ხა იქაურ ბენჩრესტში, ანუ საერთაშორისოში ასე ვთქვათ, თავისებური რაღაც ძალიან ზედმეტად წვრილმან რაღაც დეტალებს მიყვებიან, რასაც საქართველოს სამწუხაროდ ვერ გავითვალისწინებთ, გინდა იყოს ეს კალიბრი, გინდა თქვათ თოფის ფორმა, წონა და ასე შემდეგ ასე. ეს ალბათ მუდმივ არის დაკავშირებული, გინდა თუ არა ესეთი რაღაცა. ხო, იმიტომ რომ იქ მიღებული ესე თქვათ თავისებური კონდახის ფორმა უნდა კონდეს, იმ კონდახს თალკი ასეთი წონა უნდა კონდეს, ასეთი სისქე და მთელი რაღაცებია. პლუს კიდე იქ ენერგეტიკაზე ამისთანაც ენერგია თუ გაქვს, ამისთანა კლასში გადიხარ, ისეთი თუ გაქვს ასეთი კლასში და რაღაცა და ნუ აქ შესაბამისად ახლა ეგეთი დაყოფა არ გავაკეთეთ, იმიტომ რომ საქართველოს ჯერ ისეთ პატარა ერი ვარ, პატარა ხალხი ყავს რაოდენობაში და კიდე აქ მაგის დაყოფის საშუალება არ არის. ხო, მაგრამ ნახე, თქვათ ახლა აქ მე ძალიან მაგარი ვარ. იქ მივიღე მონაწილეობას, რამე ურთიერთობა არის იმასთან? რაღაცა დონის გადაკვეთები გვაქვს, საერთო პრინციპები არის. მიახლოებით, მაგრამ ნუ პატარა აცდენები ისეთ ვარიანტში რომ პირობითად ჩვენთან თქვა 4.5 კალიბრი არის დაშვებული მაგალითად, ხო? და შესაბამისად 4.5 კალიბრი ვატარებ. საერთაშორისო შეგვიძლია 22 კალიბრის შათვლილი ახვიდე მაგალითად. პრაქტიკულად იგივეა რაც LR-ის ვარიანტში გადიხარ. სამწუხაროდ ხა LR-ს და 22 კალიბრის პნევმატიკაში სუსხვა ბალისტიკა და სუსხვა შედეგის მიღება შეუძლია, ვიდრე 4.5-ს. ამიტომაც თლად იოლი არ იქნება, თქვათ ასეთი სტეპ-აპი გააგეთო პირდაპირ გადახვიდე, თორე საერთო გამოცდილება, აზრი, მიახლოებით იგივე ქულების სისტემა და რაღაცა პრინციპი თითქმის იგივე არის შენარჩუნებული, ოღონდ რაღაც პატარა მორგება გვაქვს მაინც აქ ლოკალურ ვარიანტს. ეს ამდენ ხანია რაც ეს ინტერნეტი. მე ორჯერ ვარ მგონი ნამყოფი, აი ამას ვატარებთ ხოლმე როგორ ვარიანტში, ცი სადღაც 2012 წლიდან თითქმის ყოველ წელიწადს ვატარებთ. აი ხანია, ხო და? ისე რასაც ვატყობ. ანუ იქითაც აჩვენე ხოლმე და შენი მოძრაობა. აი ხალხიც უფრო მეტია. სულ თავიდან ძალიან ცოტა იყო, ბევრი დაინტერესებულია რა. ბევრია დაინტერესებული, იზრდება აუდიტორია, სურვილი აქვს ბევრს.
თან მარტო ამ ტიპის შეჯიბრს არ ვატარებთ ხოლმე, სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებს ვატარებთ ხოლმე, უფრო აი თქვა დრაივზე და რაღაცის და ექშენზე და ანუ იმაში რა ქვია პნევმატური არაში. პნევმატური არაში, ხო, ანუ ვისაც პნევმატური არ აქვს, მარტო არ არის. ჩავწავთ კინო, საკმაოდ დიდი საზოგადოებაა. ხო, კი ბატონო, აი რომ მოდიან ახლა ერთმანეთს ხალხი ჩვენც გავიცანით ერთმანეთი ახალს ვხედავ რომ მეორეთ მესამე და რაღაც ასეში. ხო და ეს რა არის? კლუბი ვით არის, როგორ უნდა თქვათ ჩვენ ახლა ამ კონკრეტულ ღონისძიებას ვაანონსებთ ხოლმე, არის ესეთ საიტი Airgun G. იქ ახლა მარტო ფორუმი გვაქვს ამ წუთას დატოვებული ფიზიკურად, მაგრამ ნუ საერთო წესები მაგალითად იქ გვაქვს ხოლმე გამოცხადებული. ასევე Facebook ჯგუფების მეშვეობით ვაკეთებთ ხოლმე, არის ესეთი Airgun Challenge ჯგუფი არის მაგალითად. იქ აი გაწევრიანდით, ვისაც გაინტერესებს. ეცდება ხოლმე შესაბამის განცხადება, რომ აი თქვათ დავიწყეთ ამ სეზონში ამ და ამ ღონისძიების ჩატარება და შესაბამისად შეუძლია ხალხს დარეგისტრირდეს და მიიღოს მონაწილეობა. წელს ერთი უკვე ჩავატარეთ ეგრეთ წოდებული ცოტა სასაცილო სახელი მოვიფიქრეთ ზომბი აპოკალიფტო, ვითომ ზომბები გვიტევდნენ და რაღაც მაგდაგვარი ვარიანტი. მეორე ეს კლასიკური, მიახლოებით კლასიკური bench-rest-ის ვარიანტი. კიდე გვაქვს გეგმაში Slack challenge, ანუ ეს არ ვიცი თუ ვიცი ახლა მაგალითად არის ეგრეთ წოდებული ბამბინგტონის ფორმას როგორც ხო ვალანჩიკს ეძახიან, ჩვეულებრივი პელეტს ინგლისურად რასაც ეძახიან. აი ამისთან აქარში ახლა პელეტი სამწუხაროდ განწირულია რა პრაქტიკულად. არა, ხო, ახლა მაგარი ხარი. ამისთან აქარში ხარი. რო გაისო მაგალითად ერთ ადგილს რომ ისე შეიძლება უცებ მეორე სამიზნეში აღმოჩნდეს. ამიტომაც უკვე ნელა სამყაროზე გადაიზრდა ჩვენთანაც შემოვიდა არის ეგრეთ წოდებული Slack-ი, ну როგორც საკანის ვარიანტი რო თქვა ცეცხლსასროლიდან, ანუ მთლიანი სხეული არ და არა ეს კაბა გამოყვანილი, წელ გამოყვანილი თქვია, რომელსაც თქვა აი ბალისტიკურ კოეფიციენტში უფრო შეუძლია ქარს წინაღობდება გაუწიოს და შეინარჩუნოს. ძიმე თქვია უფრო რა. ძიმეც არის ტრაექტორიასაც ინარჩუნებს ბალისტიკური კოეფიციენტი და ფრენებს სხვანაირად არის. ხო და ნუ ეხლა მთლად ამისთან ქარისთვის არ არის გათვლილი, მაგრამ პელეტთან შედარებით გაცილებით უკეთესად. უფრო ის არის, ხო, მდგრადია. კი და ნუ შესაძლოა აი Slack challenge-ზე გვაქვს ხოლმე მაგის შედეგები, იმიტომ რომ რადგანაც უკვე გამძლეა დიდ მანძილზე შეუძლია სროლა, მაგალითად თქვა არის ხოლმე 100-200 მეტრიანი დისტანციები და ხა პნევმატიკისთვის პატარა არ არის 200 მეტრი მაგალითად. ანუ რა მაინტერესებს, უყურე მოდი ტოპთან ახლა მივიდეთ რაღაცა მინუტი. ტოპი ანუ არ არის ახლა მაინც და მაინც ესეთი ტოპი იყოს, გადასატეხი ტოპით რო იყოს ადამიანი? კონკრეტულად ახლა ამ შეჯიბრს ჩვენ რასაც ვატარებთ ეგრეთ წოდებული APCP სისტემის, როდესაც თოფს გააჩნია რაღაცა ტიპის ავზი, შეიძლება ბოთლის ფორმის იყოს, შეიძლება მილის ფორმის იყოს, რომელშიც წინასწარ დაჭერხული არის ჰაერი და გასროლისას უბრალოდ ამ სახელურის გადატენას აკეთებს და ჰაერი არამარა კლაპის გახსნით მიეწოდება ლულაში და ისვეს. აი გადასატეხლული ნაბიჯი მიჩეული ვარ და დღემდე რომ ჩხუბია ხოლმე მაგალითად გინდა Facebook-ის გვერდებზე, გინდა სხვა ფორუმებზე რომ მე კისტის ტოპი მაქვს, არამე ტირის ტოპი მაქვს, კისტის ჯობია თუ ტირის ტოპი. სიამოვნებაში ორივე პნევმატური ტოპია, უბრალოდ ერთ ტირში ხედავდა ჩვენი ბაბუები და ამიტომაც ტირის ტოპი დაერქვა. მეორე ის არის რომ ტირში რო ხედავდნენ, ტირის როდენ კისტაჩკებს ისროდნენ, ის ურუსმანი რო. მაგის გამო ერქვა ტირში რო ისროლე ტოპი, აი იმას კისტაჩკები ქონდაო და კისტის ტოპი იყო. სიამოვნებაში ორივე მეც ტირის ტოპს ვეძახი ხოლმე, აი ვცოდავ რა უკვე. ჩემ დროს ეგ იყო. როდესაც მეც მაგალითად საზღვარგარეთიდან დამიკვეთია ხოლმე ჩამოსულა მაგალითად მებაჟესთან ვერ ამიხსნია რომ ჩამოვიდანი პნევმატური ტოპი და გამბაჟება საჭიროებს. მეუბნება საბუთი მომეცი, შესაბამისად ცეცხლსასროლის შემოტანას გარკვეული საბუთი ჭირდება, ხო და როგორ უხსენ ბოლოს კისტის ტოპი. ხო, მაშინ არ აწვდიან კისტის. ანუ ეხლა აუცილებელია ეს ახლა ამაში რო ესეთი რა არის. ეს იაფი არ ეღირება. ეს იაფი არ ღირს ასეთ სისტემა, მაგრამ ამას აქვს პლუს ის რომ შეუძლია გაცილებით უფრო მეტი ჰაერის აკუმულირება ერთ გასროლას და შესაბამისად დისტანცია მისთვის უფრო იდოლი დასაძლევი არის. გადასატეხლულიანს რასაც ვეძახით ხოლმე, ხო? ზამბარაზე რომ ზამბარდუშიანი იგივე, ხო? ნიტროპისტონიანი რო იყოს? ნიტრო ნიშნავს რა ქვია მას? მან და აზოტი არის იწევი. აზოტი არის უბრალოდ რა და აზოტის ჰაერში სადაც 78% არის პირობითად რო ვთქვა რა. ეს მარკეტინგული ვარიანტი უფრო არის ნიტროპისტონი ვიდრე ესეთი. და ეს მნიშვნელობა არ აქვს ნამდვილში. ჰაერ ზამბარა იქნება იგივე ნიტროპისტონი. თუ ხვეული რკინის ზამბარა იქნება, მაინც ზამბარ დგუშიანი არის, იმიტომ რომ ზამბარას ვკუმშავთ ნებისმიერს და ბოლოს მაინც დგუში მოძრაობს გასროლა. ხო, ეხლა აქ რამდენი ბარელი იტენება? ბარელი არა, ბარი იტენება. ამაში შეიძლება 250-300 ბარი იტენებოდეს, ის სამწუხაროდ ვერ წარმოქმნის. არა, ხო, ვერა, მაგრამ ამას შეუძლია თითო გასროლზე უხეშად აკუმულირება გაუგეთოს სადღაც 2 ლიტრ ჰაერის მოცულობას და შესაბამისად ენერგეტიკას იღებს. მაშინ როდესაც გადახდით სატეხლულიანში, ხო, აი ცილინდრი უნდა გქონდეს, იმხელა რომ 2 ლიტր ჰაერი დაიტიოს. ფიზიკურად მაგხელა არ არის. ამიტომ დაიჩაგრება ამისთანასთან რომ დავსოთ და შეჯიბრზე ხო, აზრი არა. აზრი არ იქნება რა. და დაახლოებით რა ცალკე ვატარებთ ხოლმე შეჯიბრს. რა ეღირება ეს დაახლოებით? ეს გააჩნია ბაზარზე რა ტიპისას იყიდით, სადღაც ქართული რეალობიდან ფასი იწყება მიახლოებით 300-400 ლარიდან და მიდის
წლის უსასრულობაში აი სადღაც 15-20,000 შეიძლება ახვიდეთ გააჩნია. არა, მე მინდა 10,000 ღირდა შტეერის ტოპი. აი ოლიმპიადებზე რო გამოდია რა. აი 10,000 ღირდა რა. არა, ეგეთი ბევრი ხა. აზოტი წენიდან სპეციალურად მიქონდა სადღაც და ჯარში რო ვიყავ შერეღების სერჟანტი ტარდებოდა სროლაში. შეჯიბ. ეგ ტოპები მომიტანეს და მითხეს 10,000-ად გაწერა გული. ნახევარი საერო ღირდა ის არა ხო ერთ წელს მე უფრო გაძვირდა ცხოვრება სხვათა. ხო, ნუ რავი, ახლა უნდისელი გავიდა იმში. ხო და მოკლედ. ესენი საიდან არის ჩამოსული? ძირთად თბილისი შემოგარენი და აღმოსავლეთ საქართველო. ერთი კაცი არის მგონი დასავლეთ საქართველოდან თუ არა ვცდები. პერიოდულად არის ხოლმე მაგალითად აი თითქმის გურიდანაც ჩამოდიან ხოლმე საქართველოში. ჩვენ წელს გეგმავთ მაგარი სროლები იყო. ჩვენ წელს გეგმავთ რომ ორი გასვლითი კონდეს. ერთს ბათუმს გეგმავთ, ერთი შეიძლება კახეთში ჩავატაროთ მაგალითად, რომ იქაურ საზოგადოებას თუ სურვილი აქვს და რაღაცა შესაბამისად ისინი თუ არის სხვადასხვა კლუბები სხვადასხვა ადგილზე, აი მაგალითად ქუთაისში სამწუხაროდ ჩემთვის უცნობია, მაგრამ ძალიან კაი იქნებოდა თუ აი ლოკალურად რაღაცა ჩამოყალიბდება, რომ მე შეტყვაზე თუ ვინმე ვიცი შემოგვეხმიანეთ რა, ხო? იმიტომ რომ ამას ხარ არ გაგვიკეთებს. არა, სამწუხაროდ ჩვენი ძალებით, ჩვენი ფინანსებით ყველაფერი ჩვენი სპონსორები თუ სპონსორები ყავს, კი, საკმაოდ ბევრი ყავს ხოლმე. აი ახლა ვინ არის? რავი, ძალიან ბევრია, მაგალითად თითქმის მუდმივი სპონსორი ყავს სნაიპერსჯი. ეგენი ვიცი ხო, იმიტომ რომ რამდენჯერაც უყავს. მუდი აფენი ყავს სპონსორი. კიდე არის რამდენიმე მაღაზია იარაღების, იატაგანი ყავს მაგალითად. მოკლედ ახლა დაიწყო გვარების ამოძახება. ვინ გავა მესამე სასროლზე თვითონ პოზიციებზე. ემზადებიან მოერგებიან თავიანთ სასროლ ადგილს. ხო და ძალიან ისეთი ცოცხალი, ჯამთელი კონკურენციის ფონზე მიდის ეს ყველაფერი. ისინი ყავთ, რა ქვია, მოყვანილი. მე მაგას გაჩვენებთ ვინ არიან სპონსორები ამ ორგანიზაციის თუ აფციური გიორგი ამ ღონისძიების ორგანიზატორები ვინც არიან და დამფინანსებლები აქ შედის საჩუქარი შედის რა ვიცი რა ვაუჩერი მოკლედ მაგას გაჩვენებთ რა აი ყველა ვანენჩი ნახე უკვე დაიწყეს დაკავება იმისი რა ქვია პოზიციების სამიზნების ამორჩევა 50 მეტრზე მიდის როლა ასე რომ აი ნახე ძალიან უცნაური ფორმები აქვს ზოგს ვისაც იქნება როლა გზელი აქვს ბულპაპის სისტემა ზოგი დაждეს ისევლე ყველა რო არ იყოს მეორეჯერ ხო და ანრი აბა ვნახოთ ეხლა როგორ იქნება სამიზნე შეიძლება ეხლა მე ვნახო ერთი წამით ამას ესვრიან აი ამ ქაღალდს ესვრიან ამას ავიღებ ერთი წამით ვანო მოდი აქა არ გათიშო აი ესეთი სამიზნეა ნახეთ 25 ცალის სამიზნეა ამას ესვრიან დროში ანუ 20 წუთი გაქვს მე ესეთ რამეზე მისროლია და 50 მეტრზე ეს ჩანს ისე რა და ყველაზე რთული რაღაცა ეს არის რომ ორი ტყვია თუ მოხვდა ერთ სამიზნეში ნული ჩაგეთვლებათ რა ანუ ვარჯიშის ამბავში გინდაც მაგრა ისოლე ძალიან რთულია 20 წუთში სათითაოთ ესვოლთ უნდა მოძებნოთ რა ამიტომ თუ ამაში ემზადებით ესეთი რაღაცა უნდა გქონდეთ ინტერნეტში შეგიძლიათ ამობეჭდოთ და გქონდეთ და ივარჯიშოთ მიაჩვიოთ თვალი რომ ერთი სამიზნიდან მეორეზე გადახვიდეთ რომ შეხედავთ ამას გინდა დიდი გამითი რა ქვია მით უმეტეს თუ ოპტიკით უყურებთ ხო ხედავთ მარტო აი ამას სად რა მოხდა და როგორ მოხდა არის ძალიან რთული რა ადვილი არ არის ეს უერთი იყოს და აი ეს გვერდზე რაც არის ხო აი მისასროლი ზოლი აწერია ქართო ეს არის მისროლას აკეთებ რომ დაინახოს სადა ხდება ტყვია თვითონ თოფი რო გაასწოროთ რა აქ არის მე აი ესე კარგად არის დაბეჭდილი აიღურეთ ქულები რომელ სამიზნეზე იარაღი მსროლელი და ასე შემდეგ ეს ივსება და მერე უკვე სროლები რომ მორჩება აი ხა დაიწყებენ დაითვლება ამის მიხედვით რა მე თქვენი კანალის პატეში გევარდებით ბატონო და სულ სად არის პატარა შენ არის რე მონაწილე ვიყავ პირველ აი სოლე პატარა არ დამყავს იმიტომ რომ ო
პოზიცია? 12. რა ხარ ახალგაზრდა? ანუ დაიწყო 20 წუთი და დაიწყო სწორად 12 პოზიცია არის. სასროლი, საცეცხლე პოზიცია და მიდიან რიგრიგობით ეხლა მესამე პოზიციაზე გავიდნენ საკმაოდ ბევრი არიან და ერთ-ერთი მონაწილე რომელმაც უკვე ისრამა. ანუ წარუდექით ბატონოჩი. მე ვარ გიგა მაისულა, მოგესალმებით პირველ რიგში. კი, მე ვარ გიგა მაისულაძე. ბენჩესტის მონაწილე. ერთ-ერთი მსროლელი. ერთ-ერთი მსროლელია თქმა უნდა. შენ გაიმარჯვე, მoni ერთხელ ვიყავი მე. არა. დიდი ხანი ამ საქმეს მისდევ? მეორე წელია რაც ამათთან ერთად ვარ. უბრალოდ მესამე წელია რაც აქ ვარ და რავი თან მომწონს სპორტია ისევე ეს მე მომწონს პირადად და როგორც ძველი სპორტსმენი მოჭიდავე და ასე ძალიან მომწონს თავისთავად ადრე ჭიდაობდი. ადრე ძალიან ადრე ეს როგორ ავარია? ავარია მომევიდა სადღაც ეხლა სექტემბერში ხდება 7 წელი. ზუსტად 7 სექტემბერს ხდება 7 წელი და ძალიან სერიოზული რაღაც ავარია იყო. ხერხემალი დამიზიან და გადამიტყდა. მაგის დავადი. რავი. შედეგი მქონდა მაგ და თავიდან ვერ ვიყავი. სადაც წელიწად ნახევარი ვიწექი. ვერ ვინძრებოდი ვაფშე. ნელა აღდგენა სიტყვა. მასაჟები და რეაბილიტაციის წამოვედი, მაგრამ აღადგინა შემეწყვიტეს ეს ვარჯიშებიც. დაფინანსებები და რაზეა დაფინანსებები? ეგრე შემეწყვეტეს, კარგად დადიხარ, ეგრე გამოვიდეთ, კარგად დადიხარ. შენ ჯიგარი მე კი არა ისეთი ადამიანებს შეუწყვეტეს, ვაი, ბავშვებს შეუწყვეტეს და მე იმათთან შედარებით მართლა მაგრად ავდივარ. ეძახია რომ ყაირათიანი ხალხი ვართო თუ რაღაცას ვაბოლები რა. შენ ჯიგარი არ გაიბუჭო ყველაფერი. არა, ლაბარაკობ ეს ჩემთვის არაფერ დაპროგროლებას არ წარმოადგენს საერთოდ, აი აბსოლუტურად. პირიქით, უფრო მინდა რომ გამოვცადე უკვე რომ რაც როგორიც არის ესეთი რა. არავის არ ვუჩევ უბრალოდ, ყველა ადამიანს უნდა იფარო რომ მართლა არავის არ ვუჩევ, ძალიან ცუდი ავარია იყო, მართლა ძალიან ცუდი ავარია. ო რა, ეგ არის ყველაზე საწყენი რა. აი პროსტო ეს არის ხომე რომ აი ავარია შოუღურებ. რო გავიხომი ასადმე მანქანით და ავარია დავიდა ხა პირდაპირ ჩემი ისმით გება წი რომ მომივიდა ეს ავარია. მაგრამ რადგან მე ამას არ უშინდები არა. ეხლა მოისურვი ძმო. კი, გასწავლე. ეხლა ერთი მისვლა გააკეთეთ და რამდენი ისკენი რა ქვია? 25 გასროლა გავაკეთეთ. შედეგი როგორი იყო? ჯერ არ ვიცი, რავი, ეხლა რაცაც უყურებდი აი ოპტიკით და რაღაც, რავი, წინეებთან შედარებით რომ გამოვდიოდი მონაწილეობაზე, იმათთან შედარებით კაი შედეგი. რა ტოპიკა? M60. სნოვებდა. სად არის აბა რომ ავიღო და ვნახოთ. აი, მაიცა. აი ოპტიკა რო უჩანს პირდაპირ ეგრევე. ესა? აი, ამოიღე. არა, მე მეორე მხრიდან. მაიცა, შენი ყუთი დაიჭირე მე მოსავალ. ახალგაზრდა. ტეტა, ვიდავიდა ხიაგე. რო ხარ ახალგაზრდა? რო ხარ ახალგაზრდა? ეგეც არის ხლა რამოდენიმე ხანია რაც ვიყიდე, რამოდენიმე თვია და. ეს არის ხო? რა არის ეს ტოპი? 1200 მივეცი მოდელს. ნუ, აი, აფი არ არის. არა, ამაზე ძვირებიც არის, კიდე გაცილებიც რა. ვარჯიშობ შენთვის თუ აი ვერ ამოვდივარ ხოლმე მანქანის პრობლემა რომ აქ ვერ ამოვდივარ ხოლმე აქ რო ვარჯიშო ხოლმე კორპუსებში ნახდათ ვერ ვისვრი ახლა არა ხო ბუნი იმაში ხო რა კორპუსი შეიძლება რაღაც ადგილების მოძებნა არა ჩემთან კორპუსში ეგეთი ადგილი არ არის რომ სამი ვარჯიშო აბა თუ ორი ვარჯიში გარტყმა ხო გინდა მიზანი არ მიჭირს არა, მიზანი არ გიჩის ერთია. ძველი ნადირობა მაინც მახსენდება ხოლმე. ესეთი რაღაცა რომ ნოივორკში რა. მაგრამ სადმე უნდა ნახო ისეთი რომ მანქანადულად უთქვით ჩვენ ძლის მოვედით. ან ვინ მოძებნა ეს ადგილი კუმისისკენ მინდვრებია იმის ზედავადირე გადმოყვალ პირდაპირ ისროლე. იქაცა ვარ ნაღო.
ხო, რა, აი ბენჩესტი რო ჩატარდა იმაში. ხო, მე რა მშვენიერი ადგილი არის. მოკლედ, აგერ ძმო, არა ვარჯიშობ და ვნახოთ, აბა რა შედეგი გექნება რა. მეც მე მაინტერესებს. გულ შემატკი. მეც მოკლედ, კიდე ერთ-ერთი ის მინდა წარმოგიტკინოთ, მესვეული ამ ორგანიზაციების წარუდექით ბატონო ჩემო, შალვა კუსიანი, ტურნირის ორგანიზატორი. მოგესალმებით თქვენ არხს. აჰა, ეხლა რა მაინტერესებს? სპონსორები ვინ არიან თქვენი? სპონსორები ყავს ძალიან უხვად, ასე ვთქვათ. პირველ რიგში რო დავიწყო ერთგული სპონსორი იარაღიჯი. ხო, მაგას უხედავ ხოლმე. ხო, იარაღიჯი თავის დანებით, აქსესუარებით, ნუ ჩვენთან არის ყოველთვის. ასევე მოა გრუპი, ეგეც მოა გრუპიც სულ ჩვენთან არის ნებისმიერ შეჯიბზე გამონაკლისის გარეშე. ასევე განსხვავებული სპონსორებიც ყავს. მოგეხსენებათ, ქალბატონებს ნახავდით თქვენ მონაწილეობის სიაში. ქალბატონების პრიზებისთვის გამოყო 3500 ლარი იტალიური აქსესუარების სამკაულების მაღაზია პონტევეკიო. მოულოდნელია. კი, ანუ არ არის მხოლოდ ის, რომ მაგალითად იარაღის როლის ტურნირია და ყია უნდა მოიტანოს ვიღაცამ. ხო, მაგალითად არის ღვინის ასეთი მარანი, ჯიშიაშვილების მარანი, რომელმაც ღვინო მოიტანა თავის დაბეჭდელ თავის იმაში. ჯიშიაშვილები? დიახ. კახურია? კახურია ალაზნის ველია. გადასინჯეთ. ეს აბოჭერით. კიდევ რა მომიდარი? კიდევ ასევე ყავს Byte Labs-ი კომპიუტერული აქსესუარების მაღაზია, რომელიც შუტერ გეიმების ისაყავს. ყველას მოწონს ახლა რომ ზოგს კაუნტერი, ზოგს რაღაც ის და თავის პრიზებით შემოვიდნენ, დიდი მადლობა ამისთვის. ბათუმიდან მაღაზია ლეგიონი. ბათუმიდან? კი. სხვათაშორის ლეგიონი რაღაც იარაღის მაღაზია იქნება. იარაღის მაღაზია ლეგიონი, რომელმაც ჩვენთვის გამოყო ბაუფენგის რაცია გამარჯვებულისთვის. არ არის მხოლოდ აქ თბილისს მოიცავს ეს რა. მით უმეტეს საქართველოს მასშტაბით ჩვენი ფედერაცია ტურნირებს ატარებს წერს და მომავალ თვეს ბათუმში იქნება რა. კაია. მეც ვეცდები რომ იქნებ ჩამოვიდე. გებატიჟებით, მასშტაბური ღონისძიება იქნება რა. თვითონ მერია, ფედერაცია და ჩვენი YouTube არხი სულ ცდილობს რომ მართალია მარტო ამას არ ვიღებთ, მაგრამ სხვა ვიდეო, სხვა არხიც აქვს, მაგრამ ამას ცდილობთ რომ არის ვქნათ რა. არ გამოვტოვოთ ესეთი ტურნირები. მით უმეტეს რომ ეხლა იყიდეს ფეხს რა საქართველოში. ეხლა იყიდებს ფეხს და სხვადასხვა ეხლა ამდენ სპონსორები რო თქვი გამიხარდა, იმიტომ რომ ფინანსების გარეშე აურაკ არ იქნეს. არაფერი არ გამოვა რა. თუ ბიზნესი არ დაუდგა მხარში ამ საქმეს, მაგრამ ბიზნესს კარგი იქნება. მე შეიძლება ტელევიზიები დაინტერესდნენ. ან სხვა იუთუბერები დაინტერესდნენ. ანუ ცნობადი გახდეს რა და რეკლამაც უფრო სარფიანი გახდეს თქვენთან რომ აი ესეთი იმებს. ეხლა ბანერები არ არის, იმიტომ რომ ისეთი ქარიქლის პეჭი მეპარება ხმა ისმის თუ არა რა, ხმა მიაკიკით რა და სულ ყველაფერი წაიყო. მაგრამ ნუ ჩვენ ამას არ შევეპუებთ რა. ერთ-ერთი სპონსორია ყველას გვიყვარს KP, წვადი. რესტორანი ხო არა? არა. მაყლების წარმოებელი კომპანია Sparko. რომელიც Sparko. კი, რომელიც ინგლისურად ნაპერს გასანიშნავს. აი. დავაფინანსა მაყალით. სროლელია ასევე ჩვენი მეგობარია და ანუ პრიზია რა, გადაეცემა მაყალი. კი. სპეციალურად მაყალს ამზადებს ეს კომპანია, სხვა არაფერს რა, არ გამიგონია, მაგრამ ნუ რა ვიცი. კი ბატონო. ასევე ჩემი კომპანია პირადად აირგან არა უბრალოდ ჰიდროგრაფიკ ჯორჯია, ჩემი კომპანია აფინანსებს გამარჯვებულზე არ მაქვს ხოლმე ეს ვაუჩერი რა, მაქვს უფრო წინაზე ბავშვებს მივეცი
მოზარდებს, რომელსაც შელახული თოფი ქონდა, მაგალითად, აი ეს თოფი იყო. ეს არის კამუფლირება. ანუ ამას შენაკეთე? ამას მე ვაკეთებ, კი. აკვაპრინტით არის კერამიკული დაფარვა, თავის გარანტიით, გამძლეობით, ყველაფრით. ანუ არ გაბუჭდება რამე ადგილად, მომიობდი ხელში დავიჭირო. გეგონება ქარხნულად არისო რაღაცა. ეს წყალში რო დებენ ეგ არის? აი, თუ დაგაინტერესებს, მობძანდით. ძალიან მაგარი. ხო, მე ანუ სხვას ვერ ნახავ რა, მხოლოდ ჩემი ეს არის კომპანია. მე 4 თოფი მაქვს. მოიტანეთ საჩუქრად ჩემზე იყოს ერთი. ალაშნიკოს არა, მაგრამ სანადირო თოფი შეიძლება ამის გაკეთება პატარა თოფი მაქვს. როგორ დაგიპონოს ადამიანმა? აი ჰიდროგრაფიკ ჯორჯია. ჰიდროგრაფიკა ქვია ამ ვიდეოს საქმიანობას. აღწერაში იქნება მაგისი ლინკი რა. საიტი გათხოვთ ქვია რაღაცა. YouTube, Facebook-ი. ვიდეოს აღწერაში ნახეთ რა. იმიტომ რომ ძალიან მაგარია, უცხოელებზე მაგ ნანახი, შენი ვიდეო ნანახი არა მაქვს, მაგრამ გამიხარდა რომ აი ეგეთი რაღაცები კეთდება რა, იმიტომ რომ მაღაზიაში თოფსა ყიდულობ, თუ ესეთი რაღაცით არის, შეიძლება 400-500 ძვირი ყიდო. არის თან გეტყვით რომ კომპანიას რაც შეიძლება ნაკლები უნდა დაუჯდეს თოფის კამუფლირება, რომ კარგ ფასში გაყიდოს და არანაირ დამცავი არ აქვს იმ თოფს. მოაქვთ ხოლმე მაღაზიაში ეკიდიან ჩემთან, რომ კერამიკული საფარი გავუკეთო, რომ მე გაძლოს 10 და 15 წელი. კერამიკული, ანუ რაღაცა კერამიკული. ანუ ეს რო ამოვევლება აკვაპრინტში. შემდეგ გაშრობას იწყებს და უკვე გარედან დამცავ კერამიკას უკეთებ, როგორც ლაკი, ასე ვთქვათ. მე ჩემ პატარა თოს მოვიდა და ვნახოთ, ხო შეიძლება იქ გადაღება პროცესი როგორ მიდის. კი ბატონო. მოკლედ იცოდეთ ამ ვიდეოს აღწერაში დავდებ მე ამ კაცის იმას, იმიტომ მაგარ საქმეს აკეთე ძმაო. მე არ მეგონა რომ საქართველოს ეგეთ რაღაცა იყო. კი, მხოლოდ მე მაქვს 5 წელია უკვე. აი 5 წელია, გადა მე 5 წელი YouTube-ში მაგიარასე და არ კითხო. არ ვიცოდი რა ხდებოდა, ამიტომ ვიცახი რომ სასარგებლოა ისეთ რაღაცებში სიარული და ის. მოკლედ სპონსორები ხო კიდე რა უნდა მეთქვა? ქალები თუ იღებენ მონაწილეობას? 5 ქალბატონი იღებს მონაწილეობას. ყველაზე პატარა მონაწილე გააქვთ თვალში საერთოდ ჩემს? ყველაზე არა, შეზღუდვა არ გვაქვს, რადგან პატარა მონაწილეს შობლის თანხლებით უწევს გასროლა, ასევე ინსტრუქტორის თანხლებით. თან იმდენად გაწაფულები არიან უკვე ამ სფეროში, რომ აი ბევრ ასე ვთქვათ სრულწლოვან არ დაუდებენ ტოვს. აი ბატონი დავითი ჩემი ბიჭი იყო ისე ისuris რომ სერიოზულ კონკურენციას მიწერს. კი, ანუ ზოგადად სროლა ხო ემოციური ინტელექტია დამოკიდებული რა. თუ ადამიანი ბავშვი რო ხარ ოჯახი შედარ გაწოხებს და მანქანაში ზეც გამოცულ. პიზაბი. ხოლოდ ერთ გამეზე ფიქრობ. ხო. ან მეზობლის გოგოსთან რო ისახლა რა ვქენ, ახერა მაგარი ტიპი ვარ. მოგე ძალიან მაგარია. ანუ შეზღუდვა არ აქვს. შეგიძლიათ მოვიდეს ადამიანმა ისწავლოს. ესე დროა რომ მეც ვიფიქრობ ბატონ დავით რაღაც ესეთი უყიდო. სიურპრიზი დაგახვედრეთ. ჩვენი ერთგულის სპონსორია ლუდი აფენი, რომელმაც წინა ტურნირზეც და აფენი ნამილიო, კაი ლუდია. ო, მაგარი ლუდია ძალიან. თან ორივე გვაქვს, ჩვეულებრივიც და გაუფილტრავიც რა. ვა. ხო და თან ლუდის მაგარი მოყვარული. თავის აღჭურვილობით ყველაფრით მოგვიტანა და აფენს გავსინჯავთ დიდი სიამოვნებით, ოღონდ სროლის შემდეგ. ხო, ეგ უნდა მეთქვა. იარაღი და სპირტიანი არ მეგობრობენ. თუ სრულად წახვედი და სადმე ზოგი ვიცი პირიქვისკენ მიგვდა რეგვენი ხალხი რომ მოდი არყები წავიღო და თან ავტომატი და მე ვისწავლო და მე რაღაც უბედურები ხდება ხო. რომ მორჩებოდა ყველაფერი შეინახება. სხვათა შორის თქვენც იუთუბერი ხართ და გამაგრილებელი იმდენი კომპანია გამაგრილებს სასმენებს რო ამზადებენ რომ აი ვერ დათვლი ბაზარს. ნუ არავის არ აინტერესებს არც თქვენი სპონსორობა, არც სხვა YouTube არხის, არც ჩვენი და ჩვენსაც არანაირი არა უბრალოდ ზოგად განვითარებაზე არ ფიქრობენ რა. ვიღაცისთვის ხელი ხელსმარცხო, ხო იცი? ის იმისთვის კარგია, ეს ამისთვის კარგია. მარტო ვაჭრობა ხო არა? ხო რა. და მარტო ფული შონა ხო ხო, არა? ანუ ეგ სიტუაციაა, მაგრამ ნელა აი აფენი ხო გამოჩნდა. აფენი არის, ჩვენ გვერდით არის. აი და მაგას მე თუ აქ მოტალი თითო კლუბის დავლით. ვაკ, ეს ყველაფერი. ეხლა ნახე, ის რა იქ?
აი ხანია უწვიმია. მოკლედ მეგობრებო, ეხლა სროლა მორჩა, ალაგდა ყველაფერი და მიდის დათვლა. დათვლას ახდენს კომპეტენტური ჟიური. სხვაებიც ესრებიან რომ რაღაცა რომ მოხდეს რომ მე ესე ვისროლ და თქვენ არ იყავით მართლებ და რამე მდობარი ჩართულობა ყველა მონაწილის ეს შეჯამდება ესე კაი დროკი დაჭიდება შეჯამებას და გამოვლინდება გამარჯვებული. ნუ პირველი მეორე მესამე ადგილი ყველა ვარიანტში და ღმერთმა ამრალოს ბევრი სპონსორები ყავთ და ერთ-ერთმა სპონსორმა შეხოთლტიანი ღვინო გვაჩუკა ჯიშიაშვილების მარანა და ვინც გვაჩუკა ის მართლა ჯიშიანი კაცია 2 მეტრი კაცია რომ შევხედეთ შეკინაცვალე აი მართლა რომ გვარიც თუ ჯიშიაშვილია თვითონ არ მარანს ქვია ჯიშიაშვილი მოკლედ ჩვენც არ დავრჩით ისე რა აი ზუსტად ეხლა მაკაც ასრულებენ ბატონოვანო ახლდან გადაიღეს თვითონ არ იღებს მონაწილეობთ უბრალოდ მოყვარულია რა. ხოდა? აი ესე გადმოგცა. თან ნახე რა მაგარი თოფი და ისხის. ჯამში ესე იგი დავიწყებთ შორიდან, როგორც გვშვევია ხოლმე. ჯერ პირველ რიგში გვინდა პატივიცეთ იმ თაობას, ასე ვთქვათ, რა რომელიც ჩვენს მერე მოდის რა და რომლისთვისაც ასე ვთქვათ, შრომობთ რომ რაღაცა დაუტოვოთ ხოლმე რა. ყვალი, ასე ვთქვათ, ხო? ჩვენ ამაში გვეხმარება კომპანია Bytes Lab-ი ვინთაობას და ესე იგი გვჭირდებიან ჩვენ ახლა აქ დასასაჩუქრებლად ანდრია ვაჭრიძე ბაბაშვილი შენ კომპანია Bytes Lab-ისგან გადმოგეცემა სასაჩუქრე ძალიან ლამაზი ჩერებია მოგეწონება აჯილდოები წარმატებები შემდეგში საპრიზიო როკულებში გვენახე აი так და მეორე საბა ლუხოშვილი მოდი რაზე იფრანჭები კაცო ისევ კომპანია Bytes Lab-ისგან შენც ასევე სასახელოდ დირდა ვივარდა ბოდიში ესეთი ლამაზი პატარა საათი წარმატებები შემდეგში სულ პრიზიორებად გვენახეთ ეს შორეული ერთ-ერთი დაღეჭილი თოფის პატრონი რომელსაც აშკარად შერემონტება ჭირდება ოღონდ ვიზუალური და არა ტექნიკური ეს იქნება ბატონი თამას ქიბიშაური ასე გავიგე რაღაც გარეგნულად კარგად არ გამოიყურება მაგის თოფიო ასე რომ ჰიდროგრაფიკ ჯორჯია გთავაზობს უფასოდ 400 ლარიანი ვაუჩერის ფარგლებში შენი თოფის შეღებას და გალამაზებას ვა თავის იმითი უკა ქიტოშვილი მოგითხარ ცარიელი ასახო წარმატებები მიდი შენ თქვი ანცურაია მაია გადა აგერა ია ბოლქვაძე მადლობა დიდის აბა ბარბარე ბესტავიშვილი ნინო ნოზაძე ნინო სამსახურშია და დავტოვოთ აქ. აუღე აქ მომეციახეთ. აი დავდებ. დიმიტრი გიგინეიშვილი 355 ქულით. მაინც რაღაცა არ არისო იდაქტი. კომპანია იატაგანისგან 200 ლარიანი ვაუჩერი ოპტიკის შესაძენად. გაიხარეთ დიდი მადლობა.
ვამოვდი მაგალითად ქალბატონი მეთქი იქნება მეთქი აი კიდე ერთხელ არის ქალბატონი ამჯერად ისე ბუკა აგვიბრუნდი თუ შეიძლება კიდე ერთხელ საპრიზო შიშები და მეშვიდე ადგილზე 357 ქულით და 357 მაგნუმი უყარს ხოლმე ქალბატონის მე ესე გავიგე საერთოდ ისევ კომპანია იატაგანისგან 200 ლარიანი ვაუჩერი ოპტიკის შესაძენად. ჯერ ტოპი გუ. კარგი, ესე იგი ხა მე-6 ადგილი და 359 ქულა. ეს რაღაც 359 მაგნუმი ეთქობა რაღაც განსხვავებული კალიბრია, არ ვიცი აქამდე არ ვსმენია. გია ხმალაძე. ასევე 200 ლარიანი სათქარი იატაგანისგან ოპტიკის შესაძენად. კარგი, ესე იგი შემდეგი გვეყოლება ბატონო მე-5 ადგილზე გასული. თუ გახსოვთ ეხა რომელი გახვედით იქ რაღაც ჰქონდათ კიშპაობა ხო რაღაც ერთი ფულები ფულები გაქვთ ერთნაირი მე-5-ს და მე-4 ადგილს ასე რომ თუ შეიძლება ზურაბ ხოშტარია და დავით რუსიშვილი გამოცხადდით 366 ქულით ნუ დათომ 1x-ით მეტი დადო 4x-ი დადო ზურამ 3x-ი დადო წარმატებები ილოცავთ კომპანია იატაგანისგან ისევ 200 ლარიანი ვაუჩერი ოპტიკის შესაძენად. შენთვის ხო პირველი, მეორე, მესამე. ესე იგი, თავგამეტებით იბრძოდა ხალხი, განსაკუთრებით მესამე, მე-4 ადგილზე, თუმცა პირველ, მეორე ადგილზეც არანაკლები ბრძოლა მიმდინარეობდა. ესე იგი, მაგ ჯერ არ ვიცი ხა როგორ დაგასახელოთ, ალბათ მესამედან დავიწყოთ, ხო ისე? ტრადიციულად, ხო? ირაკლი კეკუსაძე. ესე იგი, სადა ამ კაცისთვის ესე იგი ჯერ დებიუტი შედგა ადამიანის და ძალიან კარგად მესამე ადგილი. ეს შენ სერტიფიკატი ბატონო რომ მიიღე ნამდვილად მონაწილეობა და გახვედი მესამე ადგილზე თავის ქულების რაოდენობით. ასევე რა თქმა უნდა მედალი მესამე ადგილის. ოპს. მოდი აქ. აბატონო. ტაში მეგობრებო, ტაში. და ეხა არ წახვიდე, ხო, ნუ ეს ასევე მედლის შესადებად. ისა ვაუჩერ ჩაგიდებ. აჰა, და ბარემ იატაგანისგან ვაუჩერი ამჯერად 400 ლარიანია. ისევ ოპტიკის შესაძენად, რა თქმა უნდა. ზედა წერია ისა რა თანხაში. კარი, მაინც ახონ არ წახვიდე ხა, როგორც წინაზე იყო ხოლმე რაღაცა პატარა წილეშკა დაგჭირდება რა შენც რა. ესე იგი, კომპანია Sniper G-სგან არის ასეთი გადასარევი მაღაზია. ყოველთვის ჩვენს გვერდით დგას ხოლმე და კაი საჩუქრებს სთავაზობს ჩვენს მოგებულებს. მოკლედ, დანა რემინგტონის კომპანიის სახელით. ძალიან დიდი მადლობა. კომპანია მეტეორისგან გამოგადგება ზეთი იარაღის გასაწმედად. ოპისი ზეთია ხო თუ? ოტისი ზეთია კი. ოტისი არა, ის არის გას ჰოპერ 9 არის. ერთ-ერთი ხო ფასიანად ძვირიანი. მაღაზია. ძალიან კაია რომ ეგეთი ხალხი არის, ვინც ეხლა კიდე გექნება აჯილდოები სპარკოსგან საჩუქარი. თავენ პროდუქციას გადაცემენ. წვადები თუ გიყვარდა ქართველი თუ ხარ, მაშინ დასაშველი ესეთი მაყალი გამოგადგება აუცილებლად. ოფიციალურად. აწი ხელი, აწი აეგრე. აი, მადლობა. ძალიან მაგარი. სულ რაღაც 400 გრამი ჯიბეში ჩაიდი, წაიდი. და კომპანია ჯიშიაშვილების მარანისგან. ჯიშიაშვილების ლამაზი, ღვინო ხაწითელი, საჩუქრად. ძალიან მაგარი ღვინო არის. ოღონ ნუ ჩათრებია. ფერში დაღენებული ახური ღვინო. წარმატებები შემდეგში პირველ მეორე ადგილზე გვენახე ბატონო შენთან. კახეთში მაგარი ღვინოა და მაგედან დაადი. ხოლმე პირველად გამოხვიდე და ეხა ესეთი რაღაც შედეგი დადო. იოლი არ არის. ასკებს გაასწორა ტოპი. კარგი, ეხა გადავიდეთ მაშინ მეორე ადგილზე. ვინ არის მეორე ადგილზე თუ იცით? ამოვიდა ხო. ვინ არის მეორეზე და არა. ზაზა ლუხოშვილი, მოკლედ ეს ზაზა ლუხოშვილი. დინასტია ხო მოკლედ ვერ მოვიცილეთ რა. 378 ქულით
Так, გილოცავ გამარჯვებას. პირველი, ეს რა თქმა უნდა შენ სერტიფიკატი. რა თქმა უნდა, медали. მოდი, გადმოგცეთ ესეთი. მეორე ადგილის. აჰა, медали გადაეცა. ესეც შესაბამისად медаლის ჩასადებად, მაგრამ სანამ ამას დაიღებ, ხახოდი მოგცემს. ბატონი შალიკო, კომპანია იატაგანის ვაუჩერს 400 ლარიანს შეგიძლია ოპტიკა შეიძინო და მან გამოიყენო. ეს მაიც საწახვედი, ახლა როგორ ფიქრობ მესამე ადგილმა რაღაცები წაიღო და შენ მარტო ეს იყავი? ჩემთვის ესეც კაი. Так, სნაიპერ ჯისგან გადასარევი იარაღების მაღაზია ასე ვთქვათ, ჩუქნის სმით ვესონის სახელობის დანას. აჰა, სერიოზულად. ძალიან კაი, კი, გადასარევი რაღაცა. ასე სპორტულ სათევზაო მაღაზია მეტეორისგან ისევ და ისევ ჰოპერ ნომერ 9-ს ზეთები, ამჯერად რომელი არის? კარტოფული ხო არ არის თავად? აზრი არ არის, აზრი არ ქონია. ერთი უძღვნა და ძალიან კაი. პრესტიჟიც არის რა თავიანთ. ისევ განა რა უნდა ყიდეს ის დანა რა თქვა ყველა იარაღის მაღაზიამ არ მიიღოს მონაწილეობა. ისევ ხელი აწია სპარკო, ჩვენი სპარკო აქ არის და როგორც ნამდვილ ქართველს უწოდის მოყვარულებს ყოველთვის გთავაზობთ ბატონო ესეთ ამზადებს მაყალს დასაშლელს შეგიძლია ხოლმე შეწვა ხოლმე. აიძება და რა თქმა უნდა შეწვამ ჯიშიაშვილების მარანისგან აი ესეთი ღვინო. ჯიშიაშვილის მარანისგან გაუქნა გამოიბი. აი იქნება სხვა მარნების თომი. მოკლედ ამჯერად თავისუფალი ხარ, ხო, ეს იყოს სულ. იმედია შემდეგში პირველ ადგილზეც გნახავთ. დუი დაგჩენია კიდე რაღაცა, დაბრუნდით უკან. რაღაცა პუბლიკას ვითხოვთ უკან დაბრუნდეს. დარჩა რაღაცა მეორეა. აი საბას გაატარ. მეორეზე. კი. პირველი მეორეზეა. პონტე ვეკიო. საიუველირო მაღაზია პონტე ვეკიო. ასევე 500 ლარიანი. მოკლედ ოჯახში. 500 ლარიანი ვაუჩერი, ოჩა. გადაეცი. ოჩა, დაუღე დედიკოს ერთი ისედაც ჰქონდა, ეხა მეორე დამატა. მაგარია. არ მაგარია. კარგი ბატონო. და ეხლა არ ვიცი ალბათ რო არსებობდეს რამე პრიზი ისეთ ვარიანტში, რომ აი ყველაზე დაღუნული და ჯღანიანი თოფი. ესეთი კლასი. კიდე ეს არის რა. მოკლედ ამ კახელებმა არ გაგვახარეს რა, თუ რამეა ყველაფერი იჭერენ და მიაგვთ ხოლმე კახეთში მიაქანებენ. ერთხელ დასავლეთ საქართველოში მე რამე წაიღეთ რაღაცო რა. პოვერეთ ბახინკალი. რას მაგრები ვარ კახელები. აიცე დაუჭი. ოჩა. დაღუნული თოფით კაცი მეორეჯერ ამისთანა ქარში რასაკეთებს რა წარმოიდგინეთ. ერთი თვის წინქნა, ეხა იგივე გააკეთა. ვერ მოგიცილეთ რა, შენ პირველი ადგილი. მოწიე შენი გამხმარი თავი ეხა медаლის ჩამოკიდოთ პირველი ადგილის медали. Так, ეხლა ეს медаლის შესანახად, მაგრამ ცარიელს არ მოგცემთ, ისევ იქნება კომპანია იატაგანისგან 400 ლარიანი ვაუჩერი ოპტიკის შესაძენად. ოჩა 400 ლარიანი. ბატონო, ეს უკვე შეინა. ბიჭო, რა მინდა კითხო? წინაზე გახსოვს ბევრი რაღაცა წახვედი და თუ გაითვალისწინე და თუ წამოიღე რამე საგორიალო. არა, მაშინ მოგიწევ ხელი წაღება ხა დანარჩენი რაღაცები. ჩამოვები არ იღებენ. აჰა, შენი მანქანით ხარ ჩამოსული. ძალიან კაი. კარგი, მაშინ სნაიპერ ჯისგან. სნაიპერ ჯის, ოჩა. ბიჭო, სნაიპერ ჯისგან ისეთი მაგარი რაღაცა არის, მაგას ნეტყე მეც მომდის რა. ჯემატო შეფუთოს რო შეხედაო. მე მეჭირა იმ დროს გახსენდა ბა. ამისაჩუქრებია დააბრუნეთ. აი რამე. Так, ჰელეს დანა. მაგარი დანაა. ჯემარტო შეფუთვა აქ როგორი ნახე, ოპა. მოგეთ პირველ ადგილზე ვიყავი და ჯერ ქალებს პატივიცეს მაგარი, მაგრამ მე უკვე ფიზიორებს. მოკლედ კომპანია სნაიპერ ჯის დიდი მადლობა ჩვენგან და რა თქმა უნდა პირველი ადგილის მფლობელისგან, ხო? ვაშა! კი, შეკაცო. ვაშა! მფლობელისგან. დიდი მადლობა. მაგარი სად კაი. კომპანია მეტეორისგან ესეც სათევზაო მაღაზია არის. მეტეორი ყოჩა. საჩუქრად გეკუთვნის. მადლობა.
ესეთი გადასარევი კომპანია ერთი რა. ჰოპერი, საკმაოდ ძვირად ღირებული ზეთებია, იარაღის გასაწმენდად გამოგადგება. ასე რომ კომპანია მეტეორს დიდი მადლობა. კი ბატონო. კიდევ ერთხელ ხელები ზემოთ ავწიეთ სპარკო! ვაშა! აი ეგრეა, იმიტომ გეუბნები ხოლმე რაღაცა წამოიღებეთ კი, არ გინდა ერთი კალათის ყიდვა რა. ეს კახელები რა ხართ ესე. აი, თან მაგარი. მოკლედ, კომპაქტური. დანა წაიღე. ღორზე გითხარი ჩამოვალ მეთქი. აბა არ მოდიხარ. ხო და ეხა მაყალიც ხო იყო საჭირო ბიჭო, აბა ისე რაფერ. ხო ძალიან მხიარული. Yes. ხიარულოტაზე მიდის. ნამდვილად ეგ არის ბატონო. ბატონო ჟური. თან ცოტა ლუდი ზავლიეთ და ბაზარი არა რაღაც შეგვიძლია. სიტუაცია. კაი, ეხა კაი მწვაც უხდება ხოლმე როგორ წესი, კაი ღვინო. ღვინო. ჯიშიაშვილების მარანისგან ესეთი რა ვიცი ეხა შენ კახური ღვინო არ გესწავლება ხოლმე, მაგრამ ნუ დააგემონებ. ეჩავალ და მაგმარას მერე გაჩვენებ თვითონ იქ სადაც. ესე იგი, შენ სამკაულებსთან როგორ ახარ ხოლმე? კარგად, ხო? ძალიან კარგად თან. ხო, კახეთში არ არის ოღონდ ვაკეში უნდა ჩამოხვიდე ხოლმე რა. ვაკეში. ვეიქში უნდა ჩამოხვიდე. საიველი რომ მაღაზია პონტე ვეკიოსგან 500 ლარიანი ვაუჩერი. შესაბამისად, რა ვიცი, არჩიე საპრიზოთ რა გინდა ბატონო და წარმომადგენელი აქ არის და დიდი მადლობა. ვაშა. არ ვიცოდი რომელია ბატონო წარმომადგენელი გაგვეცანით ერთი ხელი აგვიქვიეთ მაინცა. სადა გძე ვინ? აი ეგ ყოფილა. მადლობა ბატონო. так, ესე იგი, გარდა ამისა, მეგობარო. კარი ჩადგა, მოდი. ბიჭო, წინაზე მახსოვს ჩვენ მოგეცით შენ ლუდის ვაუჩერი 100 ლარიანი. თუ დააგემოვნე. რა სიტყვი ლუდ აფენზე? უგემრიელესია. ხო და ამიტომაც ძალიან უყვარხარ ლუდ აფენს და კიდე ერთხელ 100 ლარიანი ვაუჩერი შენ. ძალიან დიდი მადლობა აფენის. გიორგი. ელი გაუშვი. თავარი არ დაგვითრე ბიჭო, ძალიან ბევრს წონ ხოლმე რა. მაგარია. და შენ გამოსწები თუ ჩააბარე რაციებზე? კი, მუშაობენ, ხო? ძალიან კაი. მე შენ გამოსწებზე გეუბნები სახელმწიფო გამოსწები თუ ჩააბარები? არ ჭირდება. რა ჭირდება, ხო დაგალაგება სახელმწიფო და მე მეკითხე. მაღაზია ლეგიონისგან ბათუმიდან. ბათუმი ჩა. ბაუფენგის რაციები. კარგია. კიდევ ერთი. რადიოსადგური გადამცემი რაცია, მაგარია. ოჩა. კაი, მოკლედ რა ვიცი. ამჯერად მე მგონი შევავსეთ რა ეს ყველაფერი. აბა მიდი თუ ბიჭი ხარ დაავლე ხელი და წაიღე ხე ეს ყველაფერი. კარგად ზანდებოდით, აი ისე ჩავატარებ ისეთ რაღაცებს. უბრალოდ ჩაატარებენ და მე დავესწრები. მოგიწოდებთ, მიიღეთ მონაწილეობა, აუცილებლად მოიგოთ ან რაღაცა. უბრალოდ დაესწრეთ. თუ არა და უბრალოდ მოდი და ნახეთ, იმიტომ რომ აი ეს ხალხი შეხედე, აი ხო საძმოა ნახეთ. აი ესეთი რაღაცა. საერთო სურათს იღებენ, ვანო აჩვენე ეს ხალხი. და იყო ძალიან დიდი მხიარული და ესეთი რაღაცა ატმოსფერო რა და ამას ვერზე გასვლა რასაც ქვია და პოლიგონზე გასვლა რო იცოდეთ რა და ეს განიცადოთ. ამით გამოგევშოვით, კარგად ზანდებოდეთ შემდეგ ვიდეო.